gon' do this. განათლება პროფესიით ვარ ჟურნალისტი, დავამთავრე ტექნიკური უნივერსიტეტის ტელერადიო ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და ეხლა ვაპირებ ჩავაბარო მაგისტრატურაზე, იგივე განხრით. ვიქნებოდი ალბათ ის, რაც ავირჩია ჟურნალისტი, იმიტომ რომ ძალიან მომწონს ეს სფერო, ზოგადად. საკუთარ თავში მომწონს ალბათ პირდაპირობა და გულწრფელობა. კომირები არ მყავს. სპორტის სახეობას მივდოდი ძალიან ბევრს, მაგრამ რომელიც ყველაზე ძალიან მომწონს და დიდი შთაბეჭდილება იქონია ჩემზე, ეს არის წყალბურთი. და დიდი სიამოვნებით გავყვებოდი ისევ ამ სპორტზე ხარ შემეძლოს, მაგრამ ალბათ გვიანია. ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა გამოსულიყავი მსახიობი. თუმცა ოჯახის დაჟინებული თხოვნით ჩავაბარე მაინც ჟურნალისტიკაზე. ნიჭი, რომელიც მინდა მქონდეს, არის ძალიან ბევრი. მაგრამ ამ ბოლო დროს ძალიან მინდა ვღეროდი ძალიან კარგად და ვცეკვავდე კარგად. ჰობი ალბათ ცურვა. ვნანობ იმას, რომ შემეძლო ყველაფერი უკეთესად და უკეთესად გამეკეთებინა ადრე, ვიდრე გავაკეთე და ყოველთვის მაქვს ეს შეგრძნება, რომ ყველაფერი შეიძლება უკეთესად გააკეთო. პირველი კოცნა იყო დიდი ხნის წინ და არაფერი ესეთი განსაკუთრებული. სიყვარულს მე კი არა ვერ ხსნიან. ვერავინ ვერ ხსნის და ავხსნიდი, ალბათ ეს არის ერთადერთი ყველაზე დადებითი ემოცია, რაც ადამიანს შეუძლია განიცადოს. ყველაზე ბედნიერი ვიყავი მაშინ ალბათ, როდესაც გამიჩნდა ძმა. ალბათ მაშინ ვიყავი და ესე პატარ-პატარა ბედნიერებები ყოველთვის მაქვს ხოლმე. ქალი ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა და ძალიან მინდა მყავდეს გვერდში ესეთი ქალი, რომელსაც შევავსებ და ის მე შემავსებს. ჩემს პროფესიაში ყველაზე მეტად მომწონს ალბათ ის, რომ არის კომუნიკაბელური პროფესია, არის ის, რომ ყოველდღიურად ახალი ხდება რაღაც და ეს ორი რაღაც არის, რამაც გადამაწყვეტინა, რომ მე ჩამებარებინე ჟურნალისტიკაზე. საუკეთესო რაც მაქვს, ეს არის ჩემი ოჯახი. განვიცდი იმას, რომ არ მუშაობ ახლა ჩემი პროფესიით, ალბათ ყველაზე მეტად განვიცდი ახლა ამას. მეც არაფერს ისეც. არ მჯერა, რომ არ შეიძლება იცხოვრო ისე, რომ არ მოიტყუო. შეიძლება იცხოვრო ისე, რომ არ მოიტყუო არასოდეს. მინდა გავიცნო ძალიან ბევრი ვიღაც, თუნდაც ქართველი, თუნდაც უცხოელი. და ეხლა ბოლოს მახსენდება, მინდოდა გამეცნო სტინგი, როდესაც იმის კონცერტზე ვიყავი, თუმცა არ მომეცა საშუალება. მჯერა რომ დადგება ის დრო, როცა მე ვიქნები ჩემ პროფესიაში წარმატებული. მე ყოლება ბევრი შვილები, კარგი ოჯახი და ვიქნები ბედნიერი. ყველაზე რთული პერიოდი ეს არის პერიოდი, რომელიც დგას ეხლა. როდესაც იღვიძებ და ფიქრობ, რომ რა გააკეთო. იმიტომ ძალიან ბევრი თავისუფალი დრო გაქვს. თავი შეხვედრა ახლა რაც მახსენდება, ეს არის ცოტა ისეთი თავი შეხვედრა იყო, ეს დეიდა ჩემი, დედა ჩემის და იყო წასული საზღვარგარეთ, მე საერთოდ არ მახსოვდა ის მხოლოდ ინტერნეტით ჰქონდა კავშირი და ჩამოვიდა შარშან წინ პირველად 15 წლის მერე კი არა და 16 წლის მერე და ეს იყო ალბათ ისეთი თავი შეხვედრა, განაჩენი თავი შეხვედრები არ მახსენდება. ოჯახი ჩემთვის არის ყველაფერი, ოჯახი არის სტიმული, ყველაფერს ვცდილობ იმისთვის, რომ ჩემი გავაკეთო კარგი, რომ ჩემი ოჯახი ვასიამოვნო, გავახარო და იამაყონ ჩემით. პირველი სიყვარული ძალიან მაგარი იყო, თუმცა არ უჩივა არც მეორეს. სხვა შორის არაფერი არ მტკივა ისე. არაფერი. არ მაქვს ესეთი ტკივილი. მცხენია, რომ 24 წლის ბიჭი ვარ და ჯერ კიდე არ მაქვს სამსახური. არასოდეს არ ჩავიცნობ იმას, რასაც ვფიქრობ, რომ არ მიხდება ალბათ. კომპლექსი. ზოგადად არ ვარ კომპლექსიანი ადამიანი, თუმცა უკომპლექსო ადამიანს ვფიქრობ, რომ არ არის ჩემთვის მისაღები და რაღაც პატარ-პატარა კომპლექსები მაქვს, რაც ამ წუთას არ მახსენდება. ის ბანალური ვიქნებ და მონიკა ბელუჩი. ამ ბოლ დროს უყურებდი ფიგურულ სრიალს, სადაც მერილი დევისი არის ესეთი მოციგურავე, მოცეკვავე და ძალიან მაგარია. 3 ნივთი, რომელიც სულთან დამოქვს, ეს არის მობილური, გასაღები და საფუძვლად.
ჩემი დილა არის ხანდახან ძალიან ადრე, ხანდახან ძალიან გვიან. ვიღვიძებ და ეგრევე გავბივარ სახლიდან, მაქვს თუ არა საქმე. მაინც გავბივარ სახლიდან და რა გავახვალ მე ვფიქრობ, რომ აი 3 მინუტი ვარ ხა და ხანდახან მოbrunებული ვარ უკან ვარსა და არ მაქვს დასასვლელი. ბავშვობაში ვიყავი ძალიან ხიფათიანი და ძალიან ბევრი სახიფათო მოგონებები მაქვს ასე ვთქვათ. ხელები მაქვს ერთი 10 ჯერ დამწროებული ალბათ. ისეთი ცოტა ექშენი სიტუაციები არის და ჭორი ჩემ თავზე ერთადერთი რაც სულ მესმის და აი არ წყდება არასოდეს ამაზე ლაპარაკი ეს არის რომ მე მაქვს ყველაფერი გაკეთებული პლასტიკური ოპერაციის გულისხმობ. თუმცა არ არის ეს. დეპრესია მქონია და ეხლა ვფიქრობ რომ შეიძლება დეპრესია არ ყოფილა და ეს არის რაღაც ცხოვრებაში ხდება ესეთი მომენტი როცა რაღაცა არ გამოდის როგორც შენ გინდა და ამას არ ქმნი დეპრესიას და ხარცუთ ხასიათზე და მქონია კი ეხლაც მოხალბათ მეშინია მხოლოდ ერთადერთი რაღაცის რომ აი როგორ თქვა მეშინია იმის რომ ჩემი ოჯახის წევრებს არ დაემართოთ არაფერი ცუდი ამის მეტი არაფერს არ მეშინია ხასიათი მაქვს მხიარული ხანდახან ცოტა სევდიანის მაგრამ ადამიანები ვერ ხვდებიან როდის ვარ ცუდ ხასიათზე ამიტომ სუბხიარული იმიჯი მაქვს ჩემზე ამბობენ რომ ვარ ერთი ცხვირაწეული ბიჭი და პრინციპში ეგრეც არის ცხვირი მაქვს აწეული მაგრამ შინაგანად არა აი პროფესიული ჩვევა ერთი ეგაა რომ დილით ვდგები და გავბივარ სახლიდან ამიტომ რაღაცა საქმე მაქვს არა და არაფერი არ მე ვიტან როცა მატყუებენ აი ამას ვერ ვიტან ყველაზე მეტად და ყოველთვის არ ვიცი რატო ხდება ეს ყოველთვის გებულობ როცა მატყუებენ ხოლმე და მე ძალიან ვგაზდები ხოლმე ამას ესეთი ფილმი არ მაქვს რომელსაც ხშირად ვუყურებ ზოგადად ფილმებს ვუყურებ ხოლმე კინოში სახში არ მაქვს ფილმის ყურება როგორც თუ გამოვა რაღაც ახალი მე და ჩემი მეგობრები მივდივართ ხოლმე ეს სახში დავჯდე და ხშირად ეს იგივე ფილმი ვუყურებ თუ გადის რამე ტელევიზორში ისეთი რომელიც საინტერესო იმას ვუყურებ ესა არ მაქვს რაც არ უნდა გადამიხადო არ გავაკეთებ იმას რაც ჩემთვის მიუღებელია პირადად პიროვნულად მიუღებელია ალბათ არ გავაკეთებ იმას რაც არ უნდა გადამიხადო ძალიან ბედნიერი ვარ რომ დავიბადე კაცად და არ მიფიქრია მაგაზე ქალაქ რომ დავიბადებული ვიყავი რაც გავაკეთებ წინა ცხოვრებაში ვიყავი იტალიელი მაჩო გაუცდებიან თუ გაიგებენ რომ მე დღეს ვეძებ სამსახურს, იმიტომ რომ ყველას ვინც შემხვდება ქუჩაში, ვისაც ვეთქვი რომ იქნება სადღაც რამე ხო არ არის, ყველას გონია რომ მე ვარ დასაქმებული, მე ვარ, რა ვიცი, პროფესიულად აწყობილი 5-იანზე და ყველას უკვირს ხოლმე რომ შენ არ მუშაობ, ეხლა არა და არ მუშაობ. ვაფასებ ადამიანში გულწრფელობას. საქართველოში რო არ დავბადებულიყავი, ალბათ დავიბადებოდი იტალიაში, კერძოდ მილანში, იმიტომ რომ ეს არის ქვეყანა და ეს არის ქალაქი, ის სადაც მე პირველად ჩასვლისთანავე ვიგრძენი თავისა როგორც საკუთარ სამშობლოში. სხვებისგან არ ვარ ესეთ განსხვავებული პიროვნება, რომ რაღაცა ისეთი განსხვავდებოდა. ალბათ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და აქ რაღაც განსხვავებები, მაგრამ ესეთი განსხვავება არ აქვს. ფული ეს არის ძალიან საჭირო და კარგი რაღაც, რითიც შეგიძლია ადამიანები გაახარო ბევრის პატივისცემ დღეს უკვე ბევრის პატივისცემას დაიმსახურე იმით რომ ფული გაქვს და ასევე შეგიძლია ფულით ცუდიც გაუკეთო ბევრი ვინმეს თუ მოინდომი მილიონი რომ მქონდეს ამაზე მიფიქრია სხვათა შორის 1-2 ჯერ ვიფიქრე რომ მილიონი რომ მქონდეს რაც გავაკეთებდი თქო და 1-3-4 ღამე არ დამეძინე იმიტომ რომ ვფიქრობდი ეხა ეს მაგასაკეთებელი მე ის მე გაბრაზდა მე ვიღაცაზე ვიფიქრე რომ ამას უყიდი მაგრამ ის რო არ მოეწონოს ეხა მოდი აღარ უყიდი და ესე იგი ძალიან არ ვირედო ჯობია რომ არ მქონდეს მილიონი და მქონდეს იმდენი რამდენიც მე მეყოფა სექსუალურობა განისაზღვრება ალბათ იცით რა არის მე უფრო სექსუალურობას გარეგნულად ნაკლებად ალბათ. შეიძლება გარეგნულადაც ვიღაცა იყოს სექსუალური, რო შეხედო სექსუალური გარეგნობა კონდეს, მაგრამ უფრო ბევრი სხვა რაღაცები ერთდება. აქ ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სურნელს. დროის მანქანა რომ მქონდეს, გადავიხედებოდი აუცილებლად წინ უკან არაფერი არ მაინტერესებს საერთოდ ჩემი რაც აუცილებლად წინ და ვნახავდი რას ვაკეთებ 1-20 წლის შემდეგ ალბათ რა ხდება ჩემ ცხოვრებაში. ჩემთვის წარმატება დაიწყო როცა მე ჩავაბარე უნივერსიტეტში. და ჩაბარებისთანავე მე დავიწყო მუშაობა ერთ-ერთ ტელეკომპანიაში, წამყვან ტელეკომპანიაში რუსთავი ორზე ბიზნეს კურიერში და ეს მაშინ ვიფიქრე რომ მე შევძელი ყველაფერი, მაგრამ შემდეგ მოხდა ისეთი რაღაც, რომ რაღაცა ისეთი რაღაცები დავანებრე თავი და
იმის მერე რაღაცა ვერ ავეწყე კარგად. როგორც მე მინდა ისე თორე ხა არ უჩივი ვარ არაფერს. საზოგადოებამ მინდა დამიმახსოვროს როგორც ერთი კარგი ჟურნალისტი ბიჭი, უფრო წამყვანობა თუ შორ პერსპექტივაში გადავიხედეთ, უფრო წამყვანობა მომწონს. ერთი კარგი შოუმენი ბიჭი.